პროსტიტუციის და პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ქალები, მათ შორის ჩინეთის და საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი დუმილს აუცილებლად დაარღვევენ სასამართლო პროცესების არსებითი განხილვის ეტაპზე. თუმცა დღეს აკუთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობისას ისინი სასამართლო პროცესზე, როგორც მათი ადვოკატები, უფლებადამცველები ამბობენ, დუმილს არ დაარღვევენ და არაფერს იტყვიან ამ საქმესთან დაკავშირებით. ნაწილი მათგანი ბოლომდე ინარჩუნებს დუმილის უფლებას, თუმცა ნაწილი ადვოკატებთან განმარტავს, რომ მათთვის უცნობია რა შედავება მათ გამოძიება გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ჩართულები იყვნენ ამ საქმიანობაში, აღიარებენ, რომ ნამდვილად უწევდნენ გარკვეულ მომსახურეობას, მომხმარებლებს, მსურველებს. ისინი დასაქმებულები იყვნენ სწორედ მასაჟის ცენტრებში, თუმცა მათ ყავდათ ზემდგომები, რომლებიც მათივე თქმით დაკავებულები არ არიან. სწორედ ამიტომ მათ უკვირთ რა დააშავეს მათ, როგორც თავად აღნიშნავენ ადვოკატებთან, ისინი არიან ამ საქმეში დაზარალებულები და დაკავებულებიც ამავდროულად, თუმცა დაკავებული არ არის არც ფართის მეპატრონე და არც მათი ზემდგომი პირი დამქირავებელი, რომელთანაც შედიოდა სწორედ მათ მიერ გამომუშავებული თანხები. ეს არის მათი სათქმელი, რომელსაც ისინი უზიარებენ ადვოკატებს, თუმცა ამ ყველაფერზე ისინი დღეს დიდი ალბათობით სასამართლო პროცესზე არის საუბრობენ. ადვოკატები ამბობენ, რომ დააყენებენ შუამდგომობას, რომ დაკავებული ქალბატონები, რომლებსაც პროსტიტუცია და პროსტიტუციაში ჩაბმაედებათ ბრალად, ასევე ფართების მიქირავება, დარჩნენ აკუთის ღონისძიების გარეშე, ნაწილი ადვოკატების გირაოს შუამდგომობითაც იცარგებლებს. მხოლოდ ფარული მასალა, მეტი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, არავინ არ არის საერთოდ დაკითხული საქმეში, მხოლოდ ის ფარული მასალა და ასევე ფარული მასალის განხორციელებელი, ვინც თანამშრომლობს, ის პირი არის გამოკითხული. მეტი მტკიცებულება ფიზიკურად არ არსებობს. და ეს არაფერს არ ადასტურებს, ანუ ეს კონკრეტული სქემა ისეთი იყო, რომ რამოდენიმე პირი ფართს ქირავობდა და ეს პიროვნებები თვითონვე ეწეოდნენ ამ საქმიანობას. ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი რომელიმეს ფართს გადასცემდა. ისე დაემთხვა, რომ ის კონკრეტული პირი, რომელიც შემოვიდა, მასთან იყო კომუნიკაციაში და სხვა კონკრეტულ შემთხვევებში სხვა პირებიც ანალოგიურად მონაწილეობდნენ. ანუ ეს არ არის ფართის გადაცემა, ეს არის უბრალოდ ამ საქმიანობის განხორციელება. რაც ადმინისტრაციული წესით დამსჯელია და ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანმა ფართი გადასცა და ამის სისხლსამართლე დანაშაული ჩაიგდო. თავადაც იყო პროსტიტუციაში ჩართული. მე ვიცავ სამი ჩინელი ქალბატონის ინტერესებს, მათ ბრალად ედებათ პროსტიტუციის ხელშეწყობა, ანუ ისეთი მოქმედებების განხორციელება, რაც ხელს უწყობს პირების ჩაბმას პროსტიტუციაში, ბინის გადაცემით, ადგილის გადაცემით. ამ შემთხვევაში ჩემი დაცვის ქვეშ ყოფები იყენებენ დუმილის უფლებას, ბრალდების მხარე მოითხოვს პატიმრობას, თუმცა ჩვენ არ დავეთანხმებით და აკუთის ღონისძიების არც ერთი სახის გამოყენებას. საქმეში არსებობს როგორც ფარული ჩანაწერები, ასევე მოწმეთა ათეულობით ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები. როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მათგანთან მიმართებაში დადგენილია, რომ წლების განმავლობაში ახორციელებდა პროსტიტუციის ხელშეწყობას, ხოლო დანარჩენებთან მიმართებაში დაახლოებით 1 წლის განმავლობაში. ამ ეტაპზე ეს არის დადგენილი. არა მაქვს მტკიცებულებები საიმისოდ, რომ ეს პოლიციელის ფართი იყო. ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, რა თქმა უნდა. პროსტიტუციის და პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით სულ დაკავებულია 12 ქალბატონი, მათ შორის საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეები, დალუქულია 13 ობიექტი, სადაც მასაჟის ცენტრებად იყო გასაღებული შინაგანსაკუთრებთა სამინისტროს მტკიცებით. დაკავებულთა შორის იცით, რომ არის მომღერალი ხატია წერეთელი, მისი პოზიცია ამ დრომდე არის უცნობი, ის მას სურს, რომ არც მისმა უფლებადამცველმა ადვოკატმა ისაუბროს საჯაროდ მისი დაკავების დეტალებზე, ასევე ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა დიდი ალბათობით დღეს ის დაარღვევს სასამართლო დარბაზში. დუმილს რა სიტყვის საინტერესოა შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი, რომელსაც პროსტიტუციისთვის ფართის მიქირავებას ედავება შინაგანსაკუთრებთა სამინისტრო. ყველა დაკავებულს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.